Hello, აბა როგორ ხართ? მოგესალმებით აეროპორტიდან. ეხლა არის დილის 5 საათი. ყავას მივირთმევ გამოსაფხიზლებლად. მივდივარ 2 დღით ვეგასში. ახალი წლის პერიოდში განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა. და უცებ გადავწყვეტე, რომ ძალიან მინდოდა სფეროს ნახვა. მე მგონი ყველასთვის საოცნებო ადგილია. სულ ხდებოდა ვიდეოები და უცებ დავგეგმე ყველაფერი. ელექტრონული მუსიკის ბოლო შოუ იმართება დღეს და ხვალ და მოვასწარი ბილეთების შეწენა. ძალიან გახარებული და აჟიტირებული ვარ. მაინტერესებს ძალიან როგორ მომეწონება და ისეთ ემოციებს გამოიწვევს თუ არა, როგორც ამბობენ და აფასებენ ხოლმე კომენტარებში. აი მართლა ხალხი წერს, რომ ესეთი შთამბეჭდავი ცხოვრებაში არაფერი არ მიმართავს და იმედია მეც ისეთი ემოციები მექნება. გარდა სფეროს ნახვის რამოდენიმე სათავგადასავლო აქტივობა მაქვს დაგეგმილი და იმედი მაქვს კარგ დროს გავატარებთ. ანისია სახლში დარჩა. რამდენი ხანია არ ყოფილა ანისიას გარეშე სადმე წასული. მალე რომ დაუბრუნდები ძალიან არ განვიცდი. თვითმფრინავში ასვლამდე ჭამ, იმიტომ რომ კვება არ შედის ჩემს ფრენაში და ძალიან მომშივდება. სხვათა შორის მე მგონი აი ამ სენდვიჩებმა ამიწია ქოლესტერინი. ექიმმა მითხრა რომ მაღალი გაქვსო 100-ია უწყარი და შენ გაქვსო 160. და ძალიან უნდა აკონტროლო კვებაო და რაც ბოლო დროს ყავის დაღება დავიწყე, ბარემ სენდვიჩს ვყიდულობ ხოლმე და ძალიან ხშირად მივირთმევ და რაღაცნაირად გონია რომ ეს შემწვარი რო არის შიგნით. ჩემი ნინო შემოგვიერთდა. მონატრებული ნინო. გავიხსენოთ ძველი გართობები ჩვენი. ჩამოვედით როგორც იქნა და რა თქმა უნდა თვითმფრინავიდან გამოხვალთ თუ არა პირველი რასაც ნახავთ არის კაზინო სასტუმროში ჩეკინი არის 3 საათზე იმედია ცოტა ადრე შეგვიშვებენ ძალიან დავიყალეთ ძალიან უძილოა ჩამოსვლა დავაგვიანეთ საათნახევრით და მე საერთოდ სადმე რომ მივდივარ ყველაფერი საერთოდ მთელი დღის გეგმა საათების მიხედვით მაქვს გაწერილი. ეხლა რაღაცები ცოტა აცდა, მაგრამ ეს გადავანაცვლებ. დასვენება მინდა ძალიან 1 საათის სიამოვნებით დავიძინებდი, მაგრამ არა, დასვენების დრო არ არის, იმიტომ რომ ყველაფერი უნდა მოვასწრო, რაც დაგეგმილი მაქვს ამ 2 დღეში. რამდენ ფიქრებს მართმევ, რამდენ ფიქრებს მართმევ, რამდენ ფიქრებს მართმევ. ეს არის ჩვენი სასტუმრო. ეგვიპტეში ვიქნებით, ეგვიპტის პირამიდაში. ნახოთ, დავათვალიეროთ ყველაფერი. შორიდან სხივი სახეს გინათებს, კედლებზე ჩხილები მიზრიალებს, თვალი სულაძებს. ესეც ჩვენი ლამაზი ნომერი. აბა ნახოთ როგორი ხედი გვაქვს. საშიმი მავა ხომალდე ელუდებია გალაქტიკები. ეს სასტუმრო იყო ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური ამ ზონაში. სულ რაღაც $75 ღირდა ნომრები. ყველაფერია ნორმალური, ერთადერთი მაცივარი ვერ ვიპოვეთ. მაცივარი მე მგონი არ არის. ტიტანიკი. ტიტანიკის ექსიბიშენია. ფოლოვერები მოგემატას. ისედაც მემატება. კი არ მელოდებიან. ხამივდივართ ვენეციის სასტუმროს სანახავად. ეს ლამაზი გონდოლები დასეირნობენ წყალში, იმედია იქნება. Let me check.
Okay. მოვძანდით. როგორი კუნთიანი ბიჭია. ვაიმე რა ლამაზია. აუ რა ლამაზია. აუ რა საოცრება, შეხედეთ რა. არ მჯერა რომ ეს ცა ნამდვილი არ არის. რა ლამაზია, ვგიშდები, მინდა ვენეციაში წასვლა. ანუ მორჩა გადაწყვეტილია, შემდეგი მოგზაურობა არის ვენეცია. Des yeux qui font baisser les miens, un rire qui se perd sur sa bouche. Parisie. Quand il me prend dans ses bras, qu'il me parle tout bas, je vois la vie en rose. Il me dit des mots d'amour, des mots de tous les jours, mais moi ça fait quelque chose. Il est entré dans mon cœur une grande part de bonheur dont je connais la cause. C'est lui pour moi, moi pour lui dans la vie. Il me l'a dit, me l'a juré pour la vie. მივდივართ ბელაჯიოს შადრევნის სანახავად, რომელიც ცნობილია მსოფლიოში თავისი სიდიდით და სილამაზით. წინა ჩამოსვლაზე გამაოცა, ძალიან ლამაზი იყო და ეხლა ნინოსაც ვაჩვენებ და მაინტერესებს როგორ მოეწონება. Like heaven touch, you leave a mark on me. The more I find it, the deeper I go. I'm spiraling down, I lose all control. The more I hide it, the weaker I grow. It's perfect illusion, don't wanna let go. I feel hypnotized, circles in my eyes. I'm losing my mind. Hypnotized, blinded by your light, holding on for life.
დავბრუნდით ნომერში, წაშლილი და განადგურებული ვარ. ერთი სული მაქვს უბრალოდ დავწვე და დავიძინო. უკვე რამდენი საათი არ მიძინია. წინა ღამეც ხო არ მიძინია და ესე მომიწია გადაბმა. ისე შეგვცივდა გარეთ, რომ არ ვიცი, ღამე საშინელება ყოფილა, ამ რაღაც უდაბნოს ქარი თუ არ ვიცი რა იყო, ყინავდა და აქსმა მოგთხოვა $50, აი სულ რაღაც 1 კილომეტრში ან 2 კილომეტრში. სფეროს რაც შეეხება, იყო საოცრება, არ ვიცი, ანუ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ის ნანახი, რასაც აი ვიდეოებით ნახულობ და მინახავს, ალბათ 20% არ იყო 100-დან. არ ვიცი, მეგონა რომ სიზმარში ვიყავი, კოსმოსში ვიყავი, 2050 წელი იყო და გაოცებული, გაოგნებული ვუყურებდი ყველაფერს. თუ გექნებათ შესაძლებლობა, აუცილებლად ნახეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ესეთივე ემოციებით დაიტვირთებით თქვენს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა იყო. ეხლა დავიძინებ დილით გვაქვს ჩარიშნული კვადროციკლების ტური უდაბნოში და უნდა მოვასწრო გამოძინება, რომ ხვალ ცოტა მაინც ენერგია მქონდეს. ხვალიდან გავაგრძელებ vlogs. კვადროების ტურზე ძალიან გავიმტვერეთ. უფრო უკეთეს მოველოდი ხედების მხრივ, მაგრამ მაინც მომეწონა. უბრალოდ ეს ხელები გამეხეხა თუ რაღაც ამ მოჭერისგან და ტკივა. ძალიან თან ქარი იყო საშინელი. კიდევ კარგი თავზე ეს ჩაფხუტები გვეხურა და ეს პირბადეები გვეკეთათ, მაგრამ ალბათ მართლა ძალიან გავიყინებოდი. საბოლოო ჯამში მაინც ვიტყოდი, რომ კარგი იყო იმის კვალობაზე, რომ ფული არ გადამიხდია დამპატიჟეს, ისე დაახლოებით 150-დან $250-მდე ღირს ესეთი ტურები უდაბნოში. თამაშის გარეშე ვერ წავა, იმიტომ რომ ჩავთვლი, რომ რაღაც ცხოვრებისეული შანსი დავკარგე, თუმცა რაღაცა მინიმალისტურ თანხას ვითამაშებ და აი თუ რამე კარგი მოვიგე, რას გავაკეთებ? რავი, ძალიან კარგ გათამაშებას გავაკეთებ ჩემი გამომწერებისთვის.
შენი იმედი მაქვს. ნახე, რაღაცა ხდება. სახალხო მოჭივით მოსუქდა. მოსუქდა. ტიგაკა 20 დოლარი. 20 დოლარიანი ლიმიტი ქონდა კინოს დაწესებულ. თუ მოგება 20 დოლარათაც მოიგებს ადამიანი. სწორია. ორ წუთში წავაგე ეს 20 დოლარი, ამიტომ. დღეს არაფერი აღარ გვაქვს დაგეგმილი, განსაკუთრებული. უბრალოდ გავისერნებთ ქალაქში. ცოტას დავლებთ. გავერთობით და შემდეგ უკვე წავალთ აეროპორტში. 10 საათზე გვაქვს ფრენა. ან ისე მომენატრა, ვერ გეტყვით, ერთი სული მაქვს გავიქცე და ჩავეხუტო და ჩემი მიგზავნის ვიდეოებს და რაღაცნაირად ისე ვარ. ბახშიც რომ არის ხოლმე წასული, აი ხო მიხარია რომ ჩემთვის რომ ექნება, მაგრამ ისე ვარ რაღაცა მოლოდიში რომ როდის გავავთარი დღე რომ მოვიდეს. ეგ არის დედობა. Grew up in a town that is famous as a place of movie scenes. Noise is always loud. There are sirens all around, and the streets are mean. If I can make it here, I can make it anywhere. That's what they say. ვეგაში ხო სულ თემატური სასტუმროებია, სხვადასხვა ქალაქები, პარიზი, ვენეცია, ეხლა უნდა მივიდე ნიუ-იორკში, მაინტერესებს როგორ ასახავს რეალურად ნიუ-იორკის სახეს. Concrete jungle where dreams are made of. There's nothing you can't. ემპაიერი, ბრუკლინ ბრიჯი, რაღაცნაირად კი იქნება განწყობა. ნიუ-იორკის, აბა ვნახოთ ახლა შიგნით როგორია. აუ, ჩვეულებრივი ვილიამსბურგია. On the avenue, there ain't never a curfew. Ladies work so hard. აქ მატარებლები რომ დადიან ხოლმე, ზუსტად ისეთი გარემოა. ნუ რეალურად რომ შევაფასო რაღაცნაირი ვაიბი არის კი. ეს შენობები გავს და კაფეები პირველ რიგში ძალიან გავს. ეხლა ნელ-ნელა წავალთ უკვე აეროპორტში და დავბრუნდებით სახლში. მანდარინის ხევი მოვეს და ნინო მეუბნება რომ ნამდვილი მანდარინებიაო. მოდი ნახოთ მართლა ნამდვილია თუ არა. გოგო არა ძვირით არის მოხდა, მაგრამ მართლა მანდარინია, ჩვეულებრივად გითხარი, ხო. როგორი? აი ესე. ესე ასხია. სასტუმროებში მანდარინებს. უკვე ორი კრიმინალი ჩაიდინე, ლას-ვეგასში ხარ. მეორე ჩავარდა. მეორე. არ მანდარინი ხომ კარგია, მაგრამ მოპარულ საერთოდ სვაგერ მოაქვს.